შაბათის მარშის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება ისევ ტრადიციულად ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე დასავლურად და ევროპულად განწყობილი მოქალაქეები შეიკრიბებიან საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით, სხვადასხვა ტიპის საპროტესტო ბანერებით და ასევე საპროტესტო შეძახილებით გადაინაცვლებენ რუსთაველის გამზირზე საკანონმდებლო ორგანოსთან. ეს არის უკვე თვეებია ტრადიცია. შაბათის მარშები ეძღვნება ყოველთვის გარკვეულ თემატიკას. დღეს კი ევროპას ეძღვნება, ძალა ერთობაშია, ძალა ევროპაშია. ეს არის მთავარი შეძახილი, რომელიც გაჟღერდება დედაქალაქის მთავარ გამზირზე. დღეს დილიდან ასევე ხალხმრავლობა იყო ექსპო ჯორჯიაში, სადაც აღინიშნა ევროპის დღეც და ასევე ევროკავშირის ელჩმეთ საქართველოში პაվել ჰერჩინსკიმ დაადასტურა, რომ ევროპული ღირებულებების ერთგულება ძალიან მკაფიოდ იკითხება ქართველი ხალხის მიერ და ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი სტიმული მათ შორის დასავლეთისათვის, რომ არასოდეს დატოვოს ჩვენი ქვეყნის დასავლურად განწყობილი მოქალაქეები. ამიტომ დღევანდელ დღეს ის მნიშვნელობაც აქვს, რომ დაანახოს ევროპას, რომ ჩვენს ქვეყანაში გაცილებით მეტი ადამიანია ისეთი, ვინც იაზრებს და ვინც ძალიან კარგად აცნობიერებს თუ რამდენად ღირებულია საქართველოს ევროპასთან სიახლოვე, ვიდრე მათ შორის ქართული ოცნების მხარდამჭერები. სიმბოლურია ის პროტესტი, რომელიც დაიწყო ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ პროტესტის მთავარი მიზანი იყო შეენარჩუნებინა ის გზა, რომელიც მიდიოდა ევროკავშირისკენ. დღეს სწორედ ეგეთი არის ევროკავშირის დღეა, იმ ღირებულებებს აღნიშნავთ, რომელიც ჩვენია, რომელიც ჩვენი ნაწილია და რომელიცაც ვიბრძვით უკვე 500 დღეზე მეტია. იგივე მოხდება ახლაც 7 საათზე ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და ტრადიციული შაბათის მარშის მონაწილეები დაუძრებით პარლამენტის მიმართულებით. დღეს არის ევროპის დღე და არის უმნიშვნელოვანესი დღე, რადგან ჩვენი თაობები იბრძოდნენ ზუსტად იმ მომავლისთვის, რომელიც დღეს ევროპაშია, იმ განათლებისთვის, იმ მომავლისთვის, რომელსაც ხედავთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და საქართველოს უკვე მრავალჯერ დააფიქსირა თავისი აზრი, ქართულმა ხალხმა დააფიქსირა თავისი აზრი, რომ გვინდა ევროკავშირი, გვინდა ევროპა და ჩვენ ოჯახთან ერთად აღნიშნავთ ამ დღეს. ერთ წელზე მეტია, რაც ვიბრძვით თავისუფლებისთვის და ვიბრძვით ჩვენი ევროპული მომავლისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ორდღიანი პატიმრობის შემდეგ ისევ შესაძლებელია თქვას, რომ აღდგენილი ძალებით დაუბრუნდები აუცილებლად შაბათის მარშს, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის ყველა პროტესტში მყოფი ადამიანისთვის და მთლიანად საქართველოსთვის. დღევანდელი დღე 9 მაისი ორმაგად კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის, ვინაიდან ეს არის გამარჯვების დღე, ეს არის ევროპის დღე. ყველას გელოდებით შაბათის მარშზე ფილარმონიასთან. ფილარმონიასთან იდგება ყველა საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც ყოველდღიურადაც გამოდიან დედაქალაქის მთავარ გამზირზე, ასევე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს გააერთიანებს ეს მარში, თუმცა ყველას ძირითადი სათქმელი არის ის, რომ მთავარია ევროპული და დასავლური ღირებულებების ერთგული ადამიანები გამოვიდნენ დღეს და მარშით გადაინაცვლონ რუსთაველზე იმისთვის, რათა აახმაურონ დედაქალაქის ცენტრალური ნაწილი და მთელ თბილისს გააგონონ ის, რომ ევროპა არის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანი ჩვენი ქვეყნის, რომელიც არასოდეს არ შეიცვლება.